მოგესალმებით ანუნა, ჯერჯერობით საქართველოს საკითხი არ არის განხილული, რადგანაც შეხვედრა სულ რაღაც 1 საათიც არ არის დაწყებული და თუ შევხედათ ოფიციალურ დღის წესრიგს, საქართველოს საკითხი განიხილება მიმდინარე საკითხების ბლოკში და არსებული ოფიციალური ინფორმაციით გერმანიამ და საფრანგეთმა უნდა მიაწოდონ თავიანთი ხედვა და შეფასება საქართველოში მიმდინარე მოვლენების. ცოტა კულუარული ინფორმაცია რომ მივაწოდო თქვენ მაყურებელს, ის რაც მოიპოვა ევროსკოპმა, ევროსკოპის ინფორმაციით გერმანია იყო ერთ-ერთი ძალიან აქტიური ინიციატორი, რომ ჩამატებულიყო დღის წესრიგში საქართველოზე საუბარი, როგორც მე მითხრეს, ამის მთავარი მიზეზი იყო თქვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რამდენიმე დღის წინ ვაიმარის სამკუთხედის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება და გერმანიას საფრანგეთთან ერთად სურს, რომ ეს თემა მეტად წამოწიოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ასევე ასეთი ფორმულირება მითხრეს, რომ უფრო ფართო დისკუსია შემოიტანონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და თავად შემდეგ თავად კაია კალასმა თქვა, რომ ილაპარაკონ და განიხილონ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს, რომ მან ეს მოაყოლა საუბარს იმაზე, რომ აღნიშნა, რომ უკვე ძალაში არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური სამსახურეობრივი პასპორტებისთვის და მთავრობის წარმომადგენლებისთვის და ჩემი აზრით, რადგანაც ასეთმა ძლიერმა ორმა ქვეყანამ მოახერხა უფრო სწორედ მოინდომა ამ თემაზე საუბარი კარს მიღმა, ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს იქნება დღეს ინფორმაციის გაცვლა-გამოსვლა და ვნახოთ რა შეთავაზებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნებისგან და რა გზებზე იქნება საუბარი, რაც ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, რა შეიძლება იყოს ეს თამარა, აი კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, როდესაც ამბობს კაია კალასი, კიდევ რისი გაკეთების რესურსი არსებობს? გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ღიად აქვთ ნათქვამი, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოსახლეობისთვის არ იქნეს შეჩერებული, ეს საკითხი ჩემი აზრით უნდა გადავდოთ გვერდზე, რადგან ეს უკიდურესი ნაბიჯი იქნება, ესე შეიძლება ვთქვათ? კი და ახლა მგონია, რომ არ არის ეს დღის წესრიგში, მით უმეტეს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ თვის დასაწყისში შევიდა ძალაში აი შეზღუდვები, რაც შეეხებათ მთავრობის წარმომადგენლებს, ამიტომაც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჯერ ჩემი აზრით არ იქნება არანაირი მოძრაობა, ასევე ალბათ უნდა დაველოდოთ როგორ დასრულდება არჩევნები უნგრეთში და ვნახოთ თუ კი გაიმარჯვებს ორბანის ოპონენტი, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ყველაზე მარტივი გზით წავიდნენ და ინიცირება მოახდინონ კვლავ თარგეტირებული მიზნობრივი სანქციების, მაგიდაზე სიებიც, არ ვიცი ამ შემთხვევაში რა პოზიცია ექნება, ვთქვათ, პეტერ მადიარმა თუ გაიმარჯვა მას და მის გუნდს, ნახოთ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი ვარიანტია და ზოგადად ასევე ჩვენ ამ ბოლო დროს გვავიწყდება ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც არის ამოსავალი დოკუმენტი ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოს და ევროკავშირს შორის და ამაზე სხვათა შორის მინიშნება იყო ევროპარლამენტის ბოლო საგანგებო რეზოლუციაში, რომ საქართველო არა მხოლოდ როგორც კანდიდატი ქვეყანა არღვევს ყველაფერს, არამედ ამ ასოცირების მთავარ დოკუმენტსაც არღვევს და ადრე მე გავიხსენებდი, რომ საუბარი მაგალითად იყო იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების რაღაცა გარკვეული პუნქტების შეჩერებაზე, მათ შორის თავისუფალ ვაჭრობის ამბავზე, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ წაიწევენ ქვეყნები წინ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება ასეთი დაძაბულია, ახლო აღმოსავლეთი, ომი ირანში, უკრაინაზე ესეთი ვითარება და თქვენც კარგად ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში როგორ გააქტიურებულია საქართველოს საკითხი,
აი ეს იმას მიანიშნებს, რომ ერთ ადგილზე არ გაჩერდება ევროკავშირი და აუცილებლად დაიწყებს ძიებას, რა შეიძლება sapasukho იყოს იმ ქმედებების, რასაც ხედავენ ქართული ოცნების მხრიდან და მათთვის არაერთხელ ითქვა აქ ევროკავშირის მხრიდან, რომ აი ეს რეპრესიული შესწორებები უკვე არსებულ რეპრესიულ კანონებში საერთოდ წითელი ხაზის გადალახვაა. კი ბატონო, თამარ, დღეს რას უნდა ველოდოთ? დღეს შესაძლოა უკვე მოვისმინოთ კონკრეტულად რა შემდეგ ნაბიჯებზე დაიწყებენ მუშაობას. თუ ეს იქნება მხოლოდ განხილვის და განცხადებების დონეზე, აი პროცედურული ნაწილიც რომ ავუხსნათ მაყურებელს. რადგან ეს არის მიმდინარე საკითხების ბლოკში გადაწყვეტილება არანაირი არ იქნება, რაც შეეხება კონკრეტული ნაბიჯების დასახელებასაც მე მართალი რომ გითხრათ არ ველი, რადგანაც ეს არის პირველი განხილვა და იქნება უფრო მეტად ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი ქვეყნები როგორც გერმანია და საფრანგეთი არის დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მიუღებლობაზე იმ ვითარების, რაც საქართველოშია და რა ნაბიჯებსაც დგამს ქართული ოცნება, ასევე კარგად იცის მაყურებელმა რა პოზიცია აქვს სხვა ქვეყნებს, თუნდაც ბალტიის ქვეყნებს, ანუ ქვეყნების უმეტესობა თან ხდება და განცხადებებმაც ესაჩვენა, დღეს ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინეთ მინისტრებისგან, უჩვეულოდ ბევრი და ყველა ისინი თან ხდებიან, რომ საქართველოში არ მიდის საქმე ისე როგორც უნდა მიდიოდეს, არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში და არათუ კანდიდატის სტატუსის ქვეყანაში, არამედ რა ვიცი 21 საუკუნეში განვითარებად ქვეყანაში ერთადერთი არის უნგრეთი და ამაზეც ორ სიტყვას ვიტყვი ძალიან მოკლედ. დღეს აქ არის ესწრება რა თქმა უნდა შეხვედრას უნგრეთის პირველი დიპლომატი, მან სხვათა შორის დაანონსა, რომ კვირის ბოლოს ვიზიტით ელოდება პრემიერ-მინისტრსო, მან თავად ასე თქვა, პრემიერ-მინისტრსო და საგარეო საქმეთა მინისტრს ველოდებით უნგრეთშიო, საინტერესოა ვიზები ალბათ ვიზებზე უნდა შეიტანონ ამ შემთხვევაში, რადგანაც მით უმეტეს თუ მიდის ირაკლი კობახიძე, ეს ან სამუშაო, ან ოფიციალური ვიზიტი იქნება. ერთ-ერთი პროპაგანდისტული არხი არის ბრიუსელში, რომელმაც კითხვები დაუსვა პიტერ სიარტოს და პიტერ სიარტომ თქვა, რომ ეწინააღმდეგებოდა უნგრეთი აი სწორედ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამ გარკვეული პირებისთვის, ასევე მან თქვა, რომ სანქციების რეჟიმაო თავი მოჭამა ევროკავშირშიო და საერთოდ დროა ამაზე უარი ვთქვათო და ჩაკითხვა მქონდა, მაინტერესებდა ძალიან მას შემდეგ, რაც მან ესე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში არსებული ვითარება, ვკითხე, იცის თუ არა მან და ინფორმაცია აქვს თუ არა, რომ საქართველოში საპატიმროში იმყოფება ჟურნალისტი და ოპოზიციის წევრები, უნგრეთის პირველმა დიპლომატმა ბოდიში უნგრეთის პირველმა დიპლომატმა ძალიან დიპლომატიურად უპასუხა ჩემ კითხვას. მეორე ნაწილი იყო, რომ რას ფიქრობს, რომ ხალხი დღემდე ქუჩაში აქვს საქართველოს მოსახლეობა და იბრძვის ევროპული მომავლისთვის და საკმაოდ დიპლომატიური პასუხი გასცა ევროსკოპს. სიარტო მან თქვა, რომ რაც შეეხება პირველ ნაწილსო კითხვისო, ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნიაო და მეორე ნაწილზეო ზუსტად ის, რომ ხალხი ქუჩაში არისო, აჩვენებს, რომ საქართველოში არის დემოკრატიაო. ასეთი იყო მისი პასუხი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა სხვა მინისტრების განცხადებებისგან, რომლებიც ძალიან წუხან საქართველოში რა ხდება და ასევე აღნიშნავენ, რომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება არის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თამარა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ ეთერში მონაწილეობა. თამარ ნუცუბიძეს უსმენდით ჩვენ